ესეც ბანგკოკი მეგობრებო, ჩამოვედი ტაილანდში, როგორც იქნა, ძალიან დიდი ხანი მინდოდა აქ ჩამოსვლა და ჩამოვფრინდი დღეს. პირველი დღე არის, დავსეირნობ და ხვალიდან უკვე დაიწყება ძალიან საინტერესო მოგზაურობა ტაილანდში. რამდენიმე ქალაქი უნდა ვნახოთ, რამდენიმე ძალიან საინტერესო ადგილი უნდა ვნახოთ, ასე რომ მოეწყვეთ მაგრად, ჩაუჯექით ვიდეო და ალაიქეთ, არხი გამოიწერეთ, მოკლედ დავიწყეთ. მეგობრებო, ბანგკოკის ცენტრში არის ულამაზესი გრანდ პალასი და ვოთფო. ახლა ვარ მან ზუსტად და ჩემს უკან ხედავთ უზარმაზარ 46 მეტრიან მძინარე ბუდას ქანდაკებას. აი მსგავსი ქანდაკება არასდროს მინახავს, აი შრი-ლანკაში რო ვარ ნამყოფი, იქ მაქვს ნანახი, მაგრამ ამხელა არ იყო და არის თამბეჭდავი. ულამაზესი ადგილია და თუ აქეთ მოხვდებით ბანგკოკისკენ, აქ აუცილებლად შემოიარეთ რა. ბევრი რამის ნახვას არ ვაპირებ ბანგკოკში, ანუ ჩემი მოგზაურობის თავარი გეგმები ბანგკოკს არ უკავშირდება, მაგრამ ამ ადგილის ნახვა ნამდვილად მინდოდა და ღირს. ბანგკოკის ძველი ქალაქის გულში დგას ერთ-ერთი ყველაზე წმინდა და დაუვიწყარი ადგილი ტაილანდში. ვოთფო, ცნობილი თავისი გრანდიოზული, წოლიარე ბუდას ქანდაკებით. 46 მეტრის სიგრძის მქონე ბუდა სრულიად ავსებს ტაძრის შიდა დარბაზს. მისი სხეული ოქროშია დაფარული. თვალები დახუჭული აქვს და ტუჩებზე მშვიდი ღიმილი დაჰკრავს. არა სიხარულის, არამედ სულიერი სიმშვიდის, რომელიც სიბრძნითა და ტანჯვისგან გათავისუფლებისგან მოდის. მის გარშემო 108 ბრინჯაოს თასი დგას რიგებად. თითოეული ბუდას ერთ ღირსებას წარმოადგენს. ნახველები მონეტებს ყრიან მათში, არა უბრალოდ იღბლისთვის, არამედ სულიერი დამსახურებისთვის. ეს არის თავშეკავებისა და გულხობის სიმბოლო. ქანდაკების მიღმა ვოთფოს ტერიტორია ვრცელდება 8 ჰექტარზე, სადაც განთავსებულია 1000-ზე მეტი პატარა ბუდას ქანდაკება. ბევრი მათგანი გადარჩენილია ტაილანდის დანგრეული ტაძრებისგან. ხმაურისა და სინათლის ქალაქში ვოთფო წარმოადგენს სიმშვიდის ცენტრს. გამოვედით ჩვენი კომპლექსიდან, ტაძრებიდან და შემოვედით ძალიან საინტერესო ქუჩაზე. ყველაზე ცნობილი ქუჩა ეს არის. ბევრი რამის გამო და ერთ-ერთი რაღაც არის ზუსტად ის საკვები, street food-ი ეგრეთ წოდებული, რომელსაც ხშირად მიირთმევენ ხოლმე აქაურებიც და ტურისტებიც. ასე რომ შევუყვეთ ახლა ამ გზას და დავათვალიეროთ, ჭამით ვერაფერ შევჭამ, იმიტომ რომ არ შემიძლია, მაგრამ მაინც გაჩვენებთ, იქნებ თქვენ და გაინტერესოთ. აგე ჩვენი მორიელებიც გამოჩნდა, ჩვენი მეგობარიც მიირთმევს. It's good. We can better this time. It's good? It is good. 100%. It is good. მორიელები არის, აგერ ნიანგი არის, რავი, გულო და სულო, რაც გინდა, ნიანგის თავი გინდა, კუჭი გინდა. ვაი, ღმერთო ჩემო. ძალიან ბევრი რამეა, მაგრამ ნუ როგორც უკვე ვთქვი, მე არ შემიძლია მსგავსი რაღაცების დაგემოვნება, რა ვქნა. დამიწერეთ კომენტარებში თქვენ თუ დაგიგემოვნებიათ, მაგალითად ნიანგის ხორცი, მორიელები, რა ვიცი, რამდენი რაღაცა. ამასობაში გათენდა მეგობრებო, პირველი დილა ტაილანდში და ვიწყებთ აქაურობის დათვალიერებას. მივდივართ ერთ ძალიან საინტერესო ადგილას ავტობუსით. ტური შევიძინე, რომელიც დაჯდა $10, ბოდიში $20 კაცი და იმედი მაქვს, რომ მოლოდინები გამიმართდება რა. ნახოთ ყველაფერს რა თქმა უნდა გაგიზიარებთ თქვენს. ტაილანდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული მცურავი ბაზარი ბანგკოკიდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობს, რომლის მოსანახულებადაც დილა ადრიანად გავემართე. ამასობაში მოვედით მეგობრებო, საათნახევარი დაგვჭირდა დაახლოებით ბანგკოკიდან და მოვედით მცურავ ბაზარზე. ანუ ეხლა თუნდა ჩავსდეთ ნავებში და გავისეირნოთ აი floating market-ზე, რომელიც არის ძალიან მაგარი სანახაობა. ვემზადები, ნენელა მოვა ჩემი რიგიც, ჩემი ნავიც და დავეშვებით მერე ერთად. ძალიან მაგარი გამოცდილება იქნება და დარწმუნებული ვარ. ნახოთ. შეხედეთ რა მხელა გველი აქვს შემოხვეული კისერზე. So sit out of one. Here? One. Hello. Down. აჰა, ჩაუჯექი. აი ესე შევცურეთ უკვე ჩვენს მარკეტში. დინარეზე ვართ და მივუყვებით წინ, რა ვნახოთ ახლა სად გაგვაჩერებენ, სად შეგვიყვანენ და იმედია რომ საინტერესო იქნება. ნავი ძალიან ყანყალებს რა. დამნოენ სადუაკის მცურავი ბაზარი 1866 წელს აშენდა, როცა მეფე რამა მეოთხემ 32 კილომეტრიანი არხის გათხრა ბრძანა.
ეს არხი ადგილობრივებს წყლის გზით ვაჭრობის საშუალებას მისცემდა. ბაზარი ითვლება ტრადიციული ტაილანდური ცხოვრებისა და ვაჭრობის ცოცხალ მუზეუმად, სადაც შეგიძლიათ იხილოთ, როგორ ცხოვრობდნენ და ვაჭრობდნენ ადამიანები საუკუნეების წინ. გამყიდველები იყენებენ ვიწრო ნავებს, რომლებიც სავსეა ხილით, ბოსტნეულით, ქოქოსის ნაყინითა და სხვა პროდუქტებით. ყველაფერი პირდაპირ ნავიდან იყიდება. შეგიძლიათ დააგემოვნოთ ნამდვილი ტაილანდური კერძები პირდაპირ ნავიდან, ტაილანდური ტკბილეული და ქოქოსის ბლინები. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი ძალზე ტურისტული ადგილია, მაინც ინარჩუნებს იგი ადგილობრივ ტრადიციებს განსაკუთრებით დილაობით, სანამ ტურისტების მრავალი რაოდენობა მიაწყდება. შემოვედით უკვე, სადაც უამრავი ადამიანია, ძალიან ბევრ რაღაცას ყიდიან, ხილი, ჩვეულებრივი ნივთები, ლუდი, სხვადასხვა სუვენირები, აბსოლუტურად ყველაფერს შეხვდებით. აი მაგალითად ეს ქოქოს ყიდის თუ რაღაც ხილს. აი ესე ჩამოგატარებენ ძალიან ახლოს ნაპირებთან და მე რა ვიცი, შეგიძლია აირჩიო რამე, შეიძინო, თუ გინდა, თუ გაქვს სურვილი. ჩვეულებრივად გადაუხდი, გაგიჩერებენ ნავს, იყიდი და გააგზელებ მერე მოძრაობას აი ამ დინარეზე რა. ძალიან საინტერესო გამოცდილებაა და მართლა ვინც მოხვდებით ბანგკოკში, სულ რაღაც საათნახევარში შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ აქ და შეიგრძნოთ ეს როგორ თქვა, ეგზოტიკური ბაზარი რა. ძალიან მაგარია. აი ესე ჯოხით მიქწევენ თავიანთ ბაზართან, კი არა და დახთან და მერე უკვე აგე შემოგთავაზებენ რამის ყიდვა თუ გინდა, შეიძენ, მერე თვითონვე გაგაგდებენ და გაუყვები ისევ გზას. მოკლედ მომარჯვებულები არიან ჯოხებით რა. აგერ მწვადსაც წავენ ჩვეულებრივად, შეგიძლიათ მიირთვათ თუ გინდათ და სურვილი გაქვთ. მოკლედ ძალიან ბევრი რაღაც არის და ძალიან საინტერესოც არის, მით უმეტეს, დაქოქავიღაც. მით უმეტეს თუ ესეთ კულტურასთან ახლოს გინდათ შეხება. მეგობრებო, ტაილანდში მოგზაურობის მხარდაჭერი არის ტურისტული კომპანია გუთრეველი, ასე რომ ვისაც გსურთ საინტერესო თავგადასავლები და მოგზაურობები, შეეხმიანეთ ამ კომპანიას, ძალიან დაგეხმარებიან და მაგრადაც გამოგზაურებენ. გავაგზავნოთ ახლა ჩვენ floating market-ის დათვალიერება. გავდივართ ნელ-ნელა ბოლოში, ძალიან დაცხა, 35 გრადუსია ამჟამად, აი ძალიან ცხელა, კიდე კაი ეს ქოლ გადაგვაფარეს თავზე, თორე ალბათ აქედან ვეღარც გადმოვიდოდი ეს ცოცხალი რა, მაგრამ ძალიან ცხელა. მაინც. მივუყვებით ახლა ნელ-ნელა მე მგონი გასასვლელისკენ გავდივართ და მერე გავაგზელებთ აქაურობის დათვალიერებას. დასრულდა ჩვენი გასეირნება მცურავ ბაზარზე და გადმოვინაცვლეთ აქეთ, რომ დაგვეგემოვნებინა აქაური პანკეიკები, ეგრეთ წოდებული. აგერ არის ჩვენი ქალბატონი, რომელიც 1992 წლიდან ყიდის სხვათა შორის ამ პანკეიკებს და გვირჩია ჩვენმა გიდმა, რომ უგემრიელესიაო რა. ქოქონათის პანკეიკები. აბა გავსინჯოთ ახლა ერთად და გეტყვით როგორი გემრიელი არის. Hello, coconut pancake. რა გემრიელია ღმერთო. Good. Very good. Thank you. Coconut pancake. Wow. ძალიან გემრიელია მეგობრებო, აი გეფიცებით ერთ სიტყვას არ ვაჭარბებ. აი ერთ სიტყვას არ დაგიტოვო. გადმოვინაცვლოთ ახლა აქეთ ისე ცხელა ნაყინი რო არ ვჭამოთ, არ გამოვა, ამიტომ მოვედით აქ და უნდა მივირთვათ ქოქოსის ნაყინი, რომელიც ძალიან გემრიელი იქნება. დიდი იმედი მაქვს, აბა ვნახოთ. რა თქმა უნდა გემოს და შტავეჭლებას თქვენს გაგიზიარებთ, სხვანაირად არ გამოვა. ოუ. აჰა. Thank you so much. აგერ არის ჩვენი ქოქოსის ნაყინი და დავაგემოვნოთ ახლა, აბა ვნახოთ. How are we?
ცუდი არ არის, მაგრამ უბრალოდ რაღაც სპეციფიური გემო აქვს და თითქოს ვერ დავამუღამე. აბა ერთიც ნახო. დავა რა, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. თქვენ თუ გაგისინჯავთ ქოქოსის ნაყინი, დამიკომენტარეთ და მითხარით, აბა. გიყვართ თუ არა? გადმოვინაცვლეთ მეგობრებო ძალიან საინტერესო ბაზარში. შეხედეთ აქ Railway მარკეტია, ეგრეთ წოდებული, რკინიგზის სადგურზე, სადგურთან მყოფი მარკეტი და ლიანდაგი გადის პირდაპირ მარკეტზე რა. აი ხლა აქ ადამიანები დაიწყებენ ცოტა ხანში ამ ყველაფრის ალაგებას უცბად, აი აქეთაც, რადგან მატარებელმა უნდა გამოიაროს და თუ მატარებელი გამოივლის და ეს ყველაფერი ისევ აქ დარჩა, ახერებს სიმძლე თქვი. მოკლედ აქ ვიქნებით ცოტა ვისეინოთ, ეხლა და დავათვალიეროთ აქაურო. ახლა არის 2 საათი და 3:30-ზე გამოივლის მატარებელიო და მანამდე მოგვიწევს აქაურობის დათვალიერება, თუმცა 27-38 გრადუსია ამჟამად ძალიან ცხელა, მაგრამ არ ვნებდებით. აი ყველაფერს შეხვდებით აქ. ხილს, სუვენირებს, სხვადასხვა ნივთებს, საყოფაცხოვრებოს და სხვათა შორის ეს მარტო ტურისტული ადგილი არ არის რა, როგორც ჩვენმა გიდმა გითხრა და წავიკითხე კიდეც. ძალიან ბევრი ადგილობრივი სტუმრობს ამ ადგილს, იმიტომ რომ ახალ პროდუქტებს ყიდულობენ და თან ძალიან იაფად რა. ამიტომ ესეთ ცნობილი ადგილია, ცნობილი ბაზარია და კარგია რომ ჩვენც აქ ვართ ამ მარკეტს. ეხლა დაახლოებით რავი რაღაც წუთები გადარჩა რომ ჩამოიაროს ჩვენმა მატარებელმა, ესეც ვნახოთ, იმიტომ რომ საინტერესოა და მერე უკვე გავაგზავნებთ გზას სხვაგან. ავეთ. აი ეს არის წითელი ხაზი, რომელიც არ უნდა გადაკვეთო. აი ესე უნდა დადგე და მატარებელი აი გამოივლის. იმედია რომ მალე იზამს და არ დააგვიანებს. დავსხედით, ვისვენებთ თან ველოდებით, წვენი შეუკვეთეთ და ზუსტად აი ჩამოივლის გაგვას და ჩვენც დავინახავთ ჩვენივრად რა. ძალიან ცხელა ხალხო, მიშველეთ. აი გაისმა ხმა, ეხა დაიწყებენ ნელა, აგე დაიწყეს უკვე რაღაცეების შეტანა. ხალხიც გამორბის. ძალიან მალე ჩამოივლის მატარებელი. გამოვიდა მატარებელი და ახლა გაივლის ზუსტად ჩვენს წინ. ეს შეცდომა მართლა და კარგად. ვინა მატარებელია. აი არა ჩვენო მატარებელი. არ მაგარია, არ ვიცი რა მიხარია მატარებლის შეცდომა. რატომ მიხარია, მაგრამ ამასობაში დაღამდა მეგობრებო. ბანგკოკის მატარებლის სადგურზე ვარ და ველოდები მატარებელს, რომელმაც უნდა წამიყვანოს ჩიანგმაიში. ქალაქს ვიცვლი, გადავდივარ სხვა ქალაქში, გამის მატარებლით. იმედი მაქვს, რომ ისეთი მატარებელი იქნება, რომელიც დასვენების და დაძინების შესაძლებლობას მომცემს, ვნახოთ, გაჩვენებთ მაგასაც. მაგრამ თავარია, რომ ძალიან საინტერესო ადგილას მივდივარ და საინტერესო რაღაცები უნდა გაგიზიაროთ თქვენც. დაახლოებით 15 წუთში უკვე ჩამოდგება მატარებელი და დავუშვებით მერე პირდაპირ ჩიანგმაისკ. შემოვედი მეგობრებო, მატარებელში ვარ უკვე. აი ესე გამოიყურება, 2 სართულიანი საწოლები არის და აგერ არის ჩემი საწოლიც. აი ეგ დავწვევი, ეხლა დავიძინებ, 5 ვარსკვლავიანია სხვათა შორის. ძალიან დიდი კომფორტია. ეს არის და ეს. ეხლა ვფუღდები და დავისვენო და დაგიბრუნდებით. დაახლოებით 1 საათია უკვე გზაში ვარ და რაღაც მინდოდა რომ მეთქვა რა. მოკლედ ძალიან დიდი ხანია მოგზაურობ, ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვისაც მოგზაურობა უნდა და ვერ ახერხებს, ან ფიქრობს რომ არ შეუძლია და ასე შემდეგ, მაგრამ მათთვის წერ ამ ვიდეოს, რა ვჭამ რაღაც დაახლოებით ლარნახევრიან სენდვიჩს, ძინავს უამრავ ადამიანთან ერთად და უბრალოდ იმდენად მარტივად შეიძლება ასეთი რაღაცების გაკეთება, რომ ვერც აგიღწევთ. უბრალოდ თავარი არის, რომ კომფორტი რაღაცნაირად დაძლიოთ და დატოვოთ რა. კომფორტს როგორც კი დატოვებთ და არ იფიქრებთ იმაზე, როდის მექნება ბევრი ფული, როდის როგორ დავიძინო, რავი, ძალიან მაგარ სასტუმროებში და ასე შემდეგ, მაგას როგორც კი დააღწევთ თავს რაღაცნაირად, შეძლებთ რომ ძალიან მარტივად იმოგზაუროთ. არა მარტო სოფლიოს გარშემო, არამედ საქართველოშიც რა, ერთი ჩანთის მოკიდება და სადმე სხვადასხვა ჩვენს კუთხეებში ხეტიალს, რავი, არაფერი არ უნდა რა. მე ჯერ საქართველოთი დავიწყე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე გავაკეთე. საქართველოზე მაგარი ქვეყანა მე ჯერ არ მეგულებ.
თუ საქართველოს შემდგომ უკვე სადმე წახვალთ სხვაგან, მაგაზე კარგი არაფერი არ იქნება. დაიწყეთ ევროპით, დაიძინეთ ჰოსტელებში, ჭამეთ აი მსგავსი რაღაცეები, არაუცილებელი ყოველთვის მაგარ რესტორნებში შეხვიდეთ, უმაგრეს სასტუმროებში დაიძინოთ. არა, შეგიძლიათ მარტივად იმოგზაუროთ და რა ვიცი, იმხიარულოთ რა, იმის თქმა მინდოდა. ეხლა შევჭამე ამ ჩემს სენდვიჩს და გადავეშვები, მე დავიძინებ ზოგის ხრინვა მესმის, ცოტა ფეხის სუნია, ცოტა რაღაც ისეთი საჭმის სუნია, რომელიც მე არ მომწონს, მაგრამ ნუ რას ვიზავთ რა, მთავარი არის მიზანი, რომ ჩავიდე ქალაქამდე და ჩავალ კიდეც. წავედით, აბა, გემრიელად მე. ჩამოვაღწიე მეგობრებო, ჩიანგმაიში ვარ უკვე ძალიან დაღლილი, ძალიან დასაბანი და მოკლედ. აი ესაა ჩვენი სასტუმრო, რომელიც გამოიყურება მშვენივრად, დაახლოებით 200 ლარამდე დაგვიჯდა ქართულ ფულზე რო ვთქვათ. 2 ღამე დავრჩები ჩიანგმაიში და მე უკვე წავალ სხვა ქალაქში. რავი, სისუფთავე არის, იდეალურადაა ყველაფერი, აბაზანაც რა თქმა უნდა გვაქვს, რომელიც არის სუფთა, მოწესრიგებული, რაც თავარია. რავი, მე მგონი, ხო ეგრეა. და აქედან ხედი რაზე გვაქვს, აბა? რა ხდება? ფეც არ ხდება. პარკინგზე გვაქვს ხედი. არა უშავს. რა მნიშვნელობა აქვს? მაცივარი გვაქვს, რომელსაც გამოვიყენებთ, იმიტომ რომ აქ სუყიდულობთ ცივ წყალს, 35-დან 38 გრადუსამდეა და სულ გვინდა ხოლმე წყალი. კაი, წავედი ახლა, დავიბან, მოვწესრიგდები და დაგიბრუნდებით მალე. შემოვედით ერთ-ერთ კაფეში, რომ რამე ჭამო, ცოტა სული მოვვითქვა და შევუკვეთე აქაური ნუდლსი, ქათამი, ქეშიუ, ბოსტნეული და ასე შემდეგ. და დავაგემოვნოთ ერთად და გავსინჯოთ აბა როგორი იქნება. ოჰოჰო. მე მგონი ძალიან უშნო დავიდე. აბა ვნახოთ აქაური ქათამი. გემრიელია. აი ძალიან მიყვარს ხოლმე მოტკბო გემოები რა. აი ტკბილ მჟავე соуსები და ეგ აქვს ამას და არის უგემრიელეს. ძალიან გემრიელია. მართლა. მეგობრებო, ვაგრძელებთ მოგზაურობას ტაილანდის ულამაზეს ქალაქ ჩიანგმაიში და მოვედით ძალიან საინტერესო ადგილას. ჩემს უკან ხედავთ ტაძარს, რომელსაც დიდ ტაძარსაც ეძახიან და არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ზოგადად აქაური კულტურისათვის. მე-15 საუკუნეში დაიწყო ამ ტაძრის მშენებლობა და თავიდან იყო 82 მეტრი, თუმცა შემდეგ მიწისძვრის გამო დაინგრა რაღაც ნაწილი და ამჟამინდელი სახით არის შემორჩენილი 60 მეტრი. ასევე ამ ტაძარს საინტერესო ისტორია აქვს იმ მხრივ, რომ თვითონ შიგნით ინახებოდა ზურმუხტის ბუდა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ტაილანდელი ხალხისთვის და ტაილანდური კულტურისათვის. ამჟამად აქ აღარ არის, იმიტომ რომ ბანგკოკის ერთ-ერთ ტაძარში არის გადატანილი, თუმცა ამ ტაძარში ინახებოდა ადრე. ხო, რა შეიძლება კიდე ითქვას? გარშემო არის გველი სკულპტურები, თქვენ ხედავთ ალბათ კი არა უეჭველი ხედავთ კადრში, აი ეს სკულპტურები, რომელიც შემოსასვლელებთან არის და რა თქმა უნდა ზოგადად გავრცელებულია გველების მსგავს ადგილებში გამოსახვა, ან გველების სკულპტურების გამოტანა იმ განზრახვით, რომ ავისულებისგან დაიცვას ტაძარი და მოკლედ ავისულების გამანეიტრალებლის ფუნქცია აქვს ჩვენს გველებს. ტაძრების გარშემო ძალიან ხშირად შეხვდებით მსგავს ზარებს. და რატომ არის ახლა ეს ზარები? ადგილობრივებს სჯერათ, რომ თუ ამ ზარს დარეკავენ, ეს ზარის ხმა და ზოგადად ზარის რეკვა მოუტანთ მათ პოზიტივს, დადებით ენერგიებს და ასე შემდეგ და ამასთან უარყოფით ენერგიებს განდევნიან და მოკლედ ეს პოზიტივით განსხივოსდებიან და ამის სჯერათ ძალიან მაგრად. მოდი ვცადოთ ჩვენც გამდევნოთ ჩვენი უარყოფითი ემოციები და დავიმუხტოთ პოზიტივით რა დაგვრჩენია სხვა. აბა, ახოთ. ხო, ასეთი ნანახი მაქვს ნეპალშიც და ზოგადად აქეთ მხარეს ძალიან გავრცელებული ტრადიციაა ეს და ძალიან საინტერესოც რა. აი ნახეთ, უცბად დავინახე ახლა აქეთ. აქეთაც არის ერთი ტაძარი და სხვათა შორის თითო ტაძარში, ანუ ყველა ტაძარში დაგხვდებათ ბუდა. ანუ არ ვიცი, მე რაც ნახე 95%-ში
ყველგან არის ბუდა, აქაც რომ შეიხედოთ, არის ბუდა, ანუ ნებისმიერ ტაძარში რომ აიხედოთ ან შეიხედოთ, დაინახავთ ბუდას. ზემოთაც წეგან რო ვისაუბრეთ, ამავიწყდა მეთქვა, აი ჩანს ბუდა, რომელსაც თქვენც დაინახავთ ახლა ვიდეოში. აბსოლუტურად ყველგან არის ბუდას ქანდაკება და არ არის რა თქმა უნდა გასაკვირი. და აქეთ ვამბობდი ახლა, აი, შეხედეთ, აქეთაც არის ერთი ტაძარი, რომლის გარეთაც ხედავთ რომ ყვანან გველები, ამის მიზანი უკვე იცით და გითხარით რომ განდევნონ ცუდი სულები, ასე ვთქვათ, ტაძრებინა და ადამიანებიდანაც და შევიხედოთ ახლა იქ შიგნითაც და დარწმუნებული ვარ, ჯერ არ მაქვს ნანახი, აქაც ბუდა იქნება და ვნახოთ, აბა. აქ არ არის მაინც ბუდა? ყველგან იყო თითქმის 95%-ში, მაგრამ აქ არ არის. ჩამოვედი ფიფის კუნძულზე ვარ, ცოტა დავისვენე, წვენი ავიღე და პირდაპირ უნდა დავეშვა მაია ბეისკენ. ულამაზესი კუნძულია, მაგასთან ერთად სხვადასხვა კუნძულებიც და სხვადასხვა ადგილებიც უნდა მოვინახულო და მოკლედ ერთი სული მაქვს რომ წავიდეთ. ამიტომ აგერ ვნახეთ ერთი ტურისტული, იმასთან დავჯავშნით, ნავს ვიქირავებთ და გავემართებით პირდაპირ მაია ბეისკენ, ასე რომ წავედით. ეს არის ჩვენი ნავი, აგერ არის ჩვენი ვანი, მეგობარი, რომელიც იქნება ჩვენი ძღოლი, კაპიტანი. ავედით ახლა. ოპა. ეს ჩავს ხედით. ო! წავედით. წამო. ჩავს ხედით, ველოდებით ახლა დაძრავთ ჩვენი ძმა და გავეშვებით მაია ბეისკენ. მანამდე ან მაგის მერე კიდევ ნახავთ რაღაც კუნძულებს და ადგილებს, მაგრამ თავარი მაია ბეია. დაგვიჯდა ეს ყველაფერი 2000 ბატი და ამას დამატებული 800 ბატი National Park-ის fee, ან ეროვნული პარკის გადასახადი. ეს არის დაახლოებით $60 და $80-მდე რა. მაგრამ რა თქმა უნდა ღირს, აქ იმიტომ ვართ, რომ ეს გამოვცადოთ, რასაც ახლა გამოვცდით ერთად. ესეც ულამაზესი მაია ბეი მეგობრებო, შეხედეთ რა ლამაზია, ძალიან მაგარი ადგილია. უამრავი ხალხია, არ ვიცი, არ წყდება ხალხის ნაკადი. და არ ვიცი, თუ აქეთ მოხდებით, მაია ბეი რა თქმა უნდა ნახეთ რა, იმიტომ რომ საოცრება. ერთადერთი ცუდი რაც არის, თუ შეიძლება ცუდი დაერქვას, არის ის, რომ ცურო არ შეიძლება, მაგრამ ამით უფრთხილდებიან გარემოს, იცავენ ზღვაში არსებულ თევზებს თუ სხვა ზღვის მაცხოვრებლებს. და ამ შემთხვევაში ძალიან ესეთი კონტროლი აქვს რა, პატრული დადის, როგორც კი ვიღაც მიუახლოვდება სანაპირო ზოლს, ან ზღვაში შევა, უშტვენს და გამოყავს რა, ძალიან სიმკაცრეა ამ ხრივ. თუ ჩახვალ 150-დან $300-მდე შეიძლება დაგაჯარიმო. ამიტომ არ მგონია რომ ეს ვიღაცამ გარისკოს. ძალიან მაგარი ადგილია, აი უბრალოდ უნდა იჯდე, აგე, უსტვენს. შეხედეთ, აი ეს არის ჩვენი პატრული, რომელიც აგე? ვაიმე, ვიღაცა შევიდა. შეიძლება დააჯარიმოს ახლა მეგობრებო, იმიტომ რომ არ შეიძლება ცურვა. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩემი მოგზაურობის ხარდამჭერი არის ტურისტული კომპანია გუთრეველი. მაგარი ხალხია, თუ გაინტერესებთ ტურები და თუ დაინტერესებულები ხართ სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობით, შეეხმიანეთ, დაგეხმარებიან და დარწმუნებული იყავით, მიიღებთ იმას, რისი მოლოდინიც გექნებათ. ასე რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ და თქვენიც დანარჩენი თქვენზე. შემოვიდი ერთ-ერთ კაფეში, 40 წუთში გვაქვს დაახლოებით გემი დაჯავშნილი და უნდა დაუბრუნდეთ ისევ ფუკეტში, თუმცა მანამდე უნდა გავსინჯო აქაური გამორჩეული და ერთ-ერთი საუკეთესო კერძი ხაოსანი. როგორც ამბობენ, ძალიან მაგარია, ძალიან გემრიელია და თქვენთან ერთად დავაგემოვნებ და გაგიზიარებთ რა. ბოლო პერიოდია რაღაც აზიურ კერძებთან ვეღარ მეგობრობ ისე როგორც ადრე დასაწყისში, იმიტომ რომ ალბათ მომბეზრდა რაღაცები, მაგრამ ეხლა გაგიზიარებთ. ესე იგი, აქ გვაქვს ნუდლსი, ქათამი, ქარი სოუსი,
ბოსტნეული და ასე შემდეგ. კრემსუპის მასასავითაა და თან ქათამიც აქვს. აბა ვნახოთ ერთი როგორი იქნება. ცხარეა, ჩემთვის იცით უკვე ალბათ ვინც კარგად მიცნობ სიცხარეს და როგორი დამოკიდებულება მაქვს. ოდნავადაც კი ძალიან ცხარედ მეჩვენებ. იმათ ცხარედ. და გემოს რაც შეეხება, სპეციფიური გემოები აქვს. ეს ქარი соуსი თავის რაღაც განსხვავებულ გემოს აძლევს. ქათამი კარგადაა მოხარშული, მაგრამ რაღაცა გემო იძახის შორიდან ცუდად. რაც არ მომწონს, რა გავაკეთო? აბა პატარასაც გავსინჯავ იქნებ რამე მეშლა. არა. არ მომწონს და მოდი ახლა ამ კერძს დაუთმობ იმას, ვინც მიღებს, რომელიც გიждდება ამ ყველაფერზე და არ ვიცი, რა ვიცი, გამიზიარეთ თქვენს თუ გაგისინჯავთ ხაოსაი ან ზოგადად როგორი დამოკიდებულება გაქვთ აზიურ კერძებთან, ძალიან მაინტერესებს და დააკომენტარეთ უეჭველი, იმიტომ რომ მე რაღაც ამ ბოლო პერიოდში ცოტა დავშორდი რა. ვიჩხუბეთ. გრძელდება მეგობრებო ტაილანდში მოგზაურობა და დღეს გვაქვს ძალიან მაგარი გასვლა. ეხლა ვართ შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი იკრიბება ხოლმე რომ წავიდნენ ერთად ტურში. მივიდივართ ახლა ჩვენი ნავისკენ. დაახლოებით რავი 40 ადამიანი ვართ მე მგონი და ერთად ჩავსხდებით რა. აქ შეხედეთ რა ხდება. დანაგვიანებული სიბინძურე. მაგრამ რა ქართველებს არ უნდა გვიკვირდეს. მოკლედ ჩავსხდებით ახლა ნავში და გავემართებით. კაი, ვიტყვი რომ მივდივართ ჯეიმს ბონდ აილენდზე. კუნძულზე, რომელსაც ეძახიან ჯეიმს ბონდის კუნძულს, რადგან იქ გადაიღეს ჯეიმს ბონდი 80-იან წლებში მე მგონი. და საინტერესო იქნება რა. ავეთ, ესეც ჩვენი ნავი, შევხვდები და ჩავსხდებით. ტური რამდენიმე ძალიან საინტერესო ადგილის მონახულებას მოიცავდა. მათ შორის კანიონზე გასეირნებასაც, რომელიც დაახლოებით 10-15 წუთი გაგრძელდა. შევდივართ მეგობრებო კანიონში, აი ასე. ძალიან ლამაზი ადგილია. არ ვიცი, სამბეჭდავია და ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა სილამაზით, რაც კი მინახავს ტაილანდი. უეჭველი. აი ყველაფერი ლამაზია და ალბათ ეს იმითაც არის განპირობებული, რომ ბევრ ადგილას ტურისტებს ზღუდავენ რა, ანუ არ აკეთებინებენ ისეთ რაღაცეებს, რასაც სხვები აკეთებინებენ. აი მაგალითად სანაპიროებს ძალიან უფრთხილდებიან, ზოგ სანაპიროზე საერთოდ ბანაობა აკრძალულია და ამით ცდილობენ, რომ შეინარჩუნონ ეს სილამაზე და სისუფთავე, რაც თავარია და ამ ხრივ ძალიან კაია. კი გინდა ბანაობა, მაგრამ ნუ რას ვიზავთ რა, ამათვის პრიორიტეტი ეგ არის. აი შევედით ახლა კანიონში ვართ. ცოტა ავარია მოგვივიდა დავეჯახეთ. გადმოვინაცვლეთ მეგობრებო ტაილანდში მე მგონი ყველაზე გამორჩეულ და ცნობილ კუნძულზე, რომელსაც ეძახიან ჯეიმს ბონდის კუნძულს, იმ მიზეზით რომ აქ ძალიან დიდი ხნის წინ გადაიღეს ჯეიმს ბონდის ფილმი. ულამაზესი ადგილია, ულამაზესი ხედები, ერთადერთი მინუსი რაც არის ის რომ უამრავი ხალხი და ტურისტია, გადაჭედილია აქაურობა და ბოლომდე სიამოვნებას სიმშვიდეში ვერ მიიღებ. თუმცა მოსვლა ნამდვილად ღირს, იმიტომ რომ ძალიან ლამაზია, თან ერთ-ერთი ცნობილი სანახაობაა და მაინც ღირდა რომ მოვედით რა. ძალიან ცხელაა, ძალიან ცხელა და უამრავი ხალხია. აი არ ვიცი, ვერ აგიღწევთ რამდენი ხალხია, რაც ძალიან არ მიყვარს რა, ძალიან არ მიყვარს, მაგრამ რა ვქნათ ხა, ისევე როგორც მე, სხვებსაც უნდათ ამ ადგილის ნახვა, მაგრამ ჯობდა რომ უფრო ადრე მოსულიყავი და თუ თქვენ აქ წამოსვლას დააპირებთ,
ეცადეთ რომ მაქსიმალურად დილას ადრე დაიწყოთ და მოვასწრებთ მერე კარგად დათვალიერებას. აი უამრავი ხალხია, ალბათ რავი, რამდენი, არ ვიცი, ათასობით და ძალიან ის არის რა, არ მიყვარს. ვისვენებ ახლა ცოტა სვამ ქოქოსის წვენს, რომელიც რო გითხრათ რომ ძალიან გემრიელია, არა, მაგრამ ცივი რო არის სიამოვნებს. ზოგადად არ მიყვარს ქოქოსი რა, ქოქოსის წვენი. 1:10-15 წუთი და დავაშვებით მერე ისევ ნავისკენ. ხალხს რაც შეეხება, იხედავთ ჩემს უკან რამდენი ადამიანი მოდის, რამდენი მიდის. მიდიან. აგვიმარჯოს. ამასობაში დასრულდა მეგობრებო ჩვენი მოგზაურობა ტაილანდში. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო და ძალიან ლამაზი ქვეყანა. იმედი მაქვს თქვენც სიამოვნეთ. მადლობა Good Travels ვიდეოს მხარდაჭერისთვის. ახლა კი დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და აუცილებლად შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა დროებით.